იცოდით თუ არა, რომ თბილისი საერი ტოქსიკური არის, იმიტომ რომ აზოტის დიოქსიდის დონე აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. და თუ რატო არის ტოქსიკური და რა გამოსავალი შეიძლება ინახოს და ჩვენ ზოგადად რა გამოსავალი ვნახეთ, ამას ამ ვიდეოში ნახავთ. ჰაერის დაბინძურებას ავტომობილების სიჭარბე და მათი მაყუჩებიდან ამოცლილი კატალიზატორები იწვევს, ხოლო კატალიზატორების ფუნქცია მავნე აირების განეიტრალებაა. სწორედ ამიტომ, კერძო კომპანიებიდან და დაწესებულებებიდან ქაღალდის გატანა დაიწყო კომპანია TENEM. ამის მიზეზი კი შემდეგია: აზოტის დიოქსიდის ბუნებრივ გამანეიტრალებად ფართოფოთლოვანი ხეები ითვლება, რომლებიც ფოთლების ფორების მეშვეობით შთანთქავენ გაზს და აზოტის სასუქად აქცევენ. აქედან გამომდინარე მათი როლი თანამედროვე ქალაქების ცხოვრებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ქაღალდის დასამზადებლად ჩვენ უფრო მეტ ხეს ვჩეხავთ, ვიდრე ვრგავთ. თუმცა ამ რთულ სიტუაციაშიც არსებობს გამოსავალი კერძოდ. თუ ჩვენ ქაღალდს ნაგავში გადაგდების ნაცვლად, მას მაკულატურად ჩავაბარებთ, ჩვენ შევძლებთ ასობით ხის სიცოცხლის შენარჩუნებას და ეკოლოგიური გარემოს შექმნას. ყველაზე დიდი რაოდენობით მაკულატურა კი კერძო კომპანიებში გროვდება. სწორედ ამიტომ კომპანია TENEM განავითარა ოფისებიდან ქაღალდის, ალუმინისა და პლასტმასის გატანის სერვისი. საბედნიეროდ, ბევრი პასუხისმგებლიანი კომპანია უკვე ჩაერთო ამ წამოწყებაში. შემოვერთდით თქვენს. კომპანია TENE წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, სადაც დევნილ მოსახლეობის დასაქმებით ამზადებს მაღალი ხარისხის USB კაბელებს და სარეალიზაციოდ სუფთა სახლსა და სხვა ქსელებში გააქვს. ნარჩენები შეგიძლიათ ჩაგვაბაროთ, როგორც წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ისე გამოიძახოთ გატანის ჯგუფი.